ახლა განვიხილოთ განსხვავებული ვითარება, რომელიც წარმოგვიჩენს ისეთ შემთხვევას, როდესაც ბაზარზე ადგილი არ აქვს ბუნებრივ წონასწორობას და მყიდველის და გამყიდველის ასე ვთქვათ ქმედებების გასაანალიზებლად განვიხილოთ ისეთი სცენარი, როდესაც გვაქვს ხელოვნურად ჩამოყალიბებული ფასი, ანუ ფასი განსხვავდება ბაზრის წონასწორობისგან. ანუ ამ შემთხვევაში ფასი არის წონასწორულ ფასზე მაღალი და ბუნებრივი ასეთ ვითარებაში мотивация მყიდველისთვის უпростоრად წარმოებლისთვის, გამყიდველისთვის იზრდება და იგი აწოდებს მეტ რაოდენობას საქონლისას ბაზარზე. აი ეს გვაქვს ნახაზზე გამოხატული. ვხედავთ, რომ გაზრდილი ფასის პირობებში, რომელიც არის $2.5 ნიშნული სტოლი, მნიშვნელოვნად იზრდება мотивация წარმოებლის და შესაბამისად მიწოდების მოცულობების ზრდას აქვს ადგილი და ვხედავთ, რომ ახალი ფასის პირობებში $2.5 ზღვარზე რეალური მოთხოვნა გახლავთ პირობითად 4 ერთეული, სინამდვილეში მიწოდებულია ბაზრისთვის, ბაზარზე ასე ვთქვათ გამოწყორცნილია საქონელი გაზრდილი რაოდენობით, რომელიც პირობითად 10 ერთეულის ტოლია. აი ეს სექტორის სხვაობა რეალურ საქონლის მოცულობაზე ბაზარსა და რეალურ მოთხოვნას შორის, 10-სა და 4 შორის გახლავთ ჭარბი მიწოდება და ბუნებრივია იგი ასე ვთქვათ, არაბუნებრივი, არაწონასწორულ ვითარებას ასახავს. რა ხდება ამ დროს? წარმოებელი თანდათან რწმუნდება, რომ ეს არარეალური, არაბუნებრივი ფასია და აი ამ სასაქონლო სიჭარბის საგან თავის დასაღწევად იწყებს ფასების დაწევას. რის შედეგადაც ის ზრდის გაყიდვებს და ბაზარზე მყარდება ბუნებრივი წონასწორობა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის 7 პირობითი ერთეულის ნიშნულზე. აი ეს გვაქვს ასე ვთქვათ, ასეთი გვაქვს ვითარება, როდესაც საბაზრო წონასწორობა ერღვევა რაღაც კონკრეტული ფაქტორს, ამ შემთხვევაში ფასის არაბუნებრივი ზრდის შედეგად. ანუ ადგილი ქონდა სიჭარბეს. ახლა პირიქით განვიხილოთ საპირისპირო მაგალითი, როგორც არის ასე ვთქვათ, პირიქით დეფიციტი, როდესაც ფასი, რომელიც ბაზარზეა ჩამოყალიბებული, გახლავთ წონასწორულ ფასზე, საბაზრო შეთავაზებული ფასი გახლავთ საბაზრო ფასზე ნაკლები და ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის რაოდენობა ჭარბობს მიწოდების რაოდენობას. ანუ ამ შემთხვევაში უკვე ადგილი აქვს პირიქით პროცესებს, როგორც აღინიშნა და ფასი, სასაქონლო ფასი, რომელიც ჩვენ გვაქვს $1.5 ნიშნულზე, ჩამორჩება იგი ბუნებრივ ფასს, წონასწორობის ფასს, რომელიც $2-ია. შესაბამისად, აი დაბალი ფასის ნიშნულზე იზრდება სასაქონლო მოთხოვნის მოცულობა, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება შეთავაზებულ ასე ვთქვათ საქონლის გამყიდველის მიერ შეთავაზებულ მოცულობას და ადგილი აქვს უკვე ასე ვთქვათ ჭარბი მოთხოვნის ჩამოყალიბებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მიწოდება არის 4 პირობითი ერთეული, ხოლო მოთხოვნა ავიდა აი ამ დაბალი არაბუნებრივი ფასის პირობებში ავიდა 10 პირობილ ერთეულებზე. რაც 10 პირობით ერთეულზე
აი ეს მითითებული სექტორი წარმოადგენს სწორედ ასე ვთქვათ დეფიციტის მაჩვენებლებს. ბუნებრივი ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გრძელდება და ბაზრის მექანიზმებით ხდება უკვე რეგულირება, გამყიდველი იწყებს ფასის მატებას, ვიდრე ის მიაღწევს ბუნებრივი წონასწორობის ფასს. თავის მხრივ კორექტირებას იწყებს მოთხოვნის რაოდენობა და გადაკვეთის წერტილში ჩვენ გვაქვს საბაზრო წონასწორობის, ასე ვთქვათ, მდგომარეობა. ამგვარად, ორივე მაგალითი გვიჩვენებს ჩვენ საბაზრო გარემოს და მექანიზმის უნივერსალიზმს, იმ უნივერსალობას იმ თვალსაზრისით, რომ იგი მყიდველს და გამყიდველს უბიძგებს, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მოქმედებებისაგან და წონასწორული ფასის ჩამოყალიბებისაგან. ანუ პრაქტიკულად ის სიჭარბე ერთ შემთხვევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში პირიქით დეფიციტი, რომელიც ჩვენ ახლა განვიხილეთ, ეს არის შეზღუდული დროით მონაკვეთის თანხვედრი მოვლენები, ანუ ეს არის დროებითი მოვლენები და ბაზარი მოგვიანებით უკვე თვითონ უბიძგებს ამ ეკონომიკური მოქმედების აგენტებს, რომ ლოგიკურად ასე ვთქვათ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ეს არის ბაზრის მარგი ქმედების, დადებითი მოქმედების ფენომენი და იგი, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია როგორც მოთხოვნა მიწოდების კანონი. ანუ ეს არის პრაქტიკულად დებულება, რომლის თანახმად საქონლის ფასი მასზე მოთხოვნის და მიწოდების რაოდენობას აწონასწორებს. და პრაქტიკულად ნებისმიერი სასაქონლო ფასი თვით, ასე ვთქვათ, რეგულირების მექანიზმის მიხედვით ვითარდება, ანუ მიიწევს იმ ზღვრისკენ, ვიდრე საქონლის მიწოდება და მოთხოვნა საბოლოო ჯამში არ გაწონასწორდება. ამგვარად ჩვენ ვნახეთ თუ როგორ განისაზღვრება მოთხოვნა მიწოდება, როგორ განსაზღვრავს და როგორ ზემოქმედებს მოთხოვნა მიწოდება და განაპირობებს ბაზრის წონასწორობას. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წონასწორული ფასი და რაოდენობა განპირობებულია მოთხოვნის და მიწოდების რუდებით, მათი მდებარეობებით, როდესაც რაიმე ახალი ფაქტორი, ზემოქმედების ფაქტორი გადაადგილებს მრუდს, მარჯვნივ ან მარცხნივ, ეს წონასწორობა იცვლება, იწყება ახალი ფასის ნიშნულისკენ, ასე ვთქვათ, ტოლვა და ჩამოყალიბება და გამყიდველისა და მყიდველს შორის სასაქონლო გაცვლითი რაოდენობების ახალი მაჩვენებლის, ასე ვთქვათ, შემუშავება, ბუნებრივი ჩამოყალიბება. თავის მხრივ აი ამ ბაზარზე, ასე ვთქვათ, განვითარებული მოვლენების გაანალიზებისას ჩვენ რამოდენიმე ქმედებას ვახორციელებთ. პირველ ყოვლისა საზღვრავთ თუ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელ მრუდს მოთხოვნის ეს მოვლენა იწვევს მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას, თალკე მიწოდების მრუდისას თუ ორივეს გადაადგილებას აქვს ერთად ადგილი.
შემდგომ ვაკვირდებით და ვაანალიზებთ თვითონ მრუდების მოძრაობის ტრაექტორიას და გამოვიყენებთ მიწოდების და მოთხოვნის დიაგრამებს იმის განსასაზღვრავად, თუ როგორ იცვლება ბუნებრივი ფასი, საბაზრო ფასი და რაოდენობა აი ამ მრუდების სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებების შედეგად. აი ქმედებათა ჩამოთვლილ ქმედებათა ბაზრის ანალიზის წარმოდგენილ ქმედებებში ასე ვთქვათ, კარგად გასარკვევად ისევ და ისევ მოვიშველიოთ ეს ვიზუალური მეთოდი და ნახაზის მეშვეობით დავაკვირდეთ მექანიზმს კონკრეტულად პირველ შემთხვევაში თუ როგორ მოქმედებს მოთხოვნის ზრდა წონასწორობაზე. ანუ ადგილი აქვს მოვლენას, რომელიც იწვევს მოთხოვნის რაოდენობის დას და ბუნებრივია აი მოთხოვნის მრუდს გადაადგილებს მარჯვნივ ზრდის მიმართულებით. შესაბამისად, წონასწორული ფასი და წონასწორული რაოდენობაც გვეზრდება. აი დავაკვირდეთ, ანუ წონასწორული ფასი გაიზარდა $2 ნიშნულიდან ერთეულზე, $2.5 ნიშნულზე. ხოლო რაოდენობა 7-დან გაიზარდა 10-მდე. ანუ ეს არის მარტივი თვალნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს წონასწორობაზე, წონასწორობის ასე ვთქვათ ნიშნულებზე მოთხოვნის ზრდის ფაქტორი. ახლა განვიხილოთ ნახაზი, რომელიც წარმოგვიდგენს შინაარს ქმედებებისას, რომელსაც ეკონომიკური ქმედებებისას, რომელსაც ადგილი აქვს ბაზარზე, იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდების და მოთხოვნის მრუდები ორივენი გადაადგილდებიან. ანუ პრაქტიკულად ადგილი აქვს ერთდროულ გადაადგილებას. ანუ მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ, ადგილი აქვს მოთხოვნის ზრდას, ხოლო მიწოდების მრუდი, როგორც ხედავთ, გადაადგილდება მარცხნივ. ანუ ადგილი აქვს მიწოდების შემცირებას. რაც შეეხება ფასს, წონასწორული ფასი იზრდება კერძოდ $2-დან $2.5 ნიშნულამდე, ხოლო რაოდენობა კი კლებულობს. რაოდენობის კლებას აქვს ადგილი 7-დან 4-მდე. ამგვარად, აი ესეთი საბაზრო ახალი წონასწორობა ყალიბდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მოთხოვნის ზრდას, ანუ მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას, ხოლო მიწოდების მრუდის პირიქით მარცხნივ გადაადგილებას, ანუ მიწოდების შემცირებას. ამგვარად, აი ბოლო ორი მაგალითის საფუძველზე ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ქმედებების შეჯამება, თუ როგორ ვახორციელებთ მოვლენების ზემოქმედების ანალიზს ბაზარზე, კერძოდ მოთხოვნა მიწოდების დიაგრამების გამოყენებით, იმის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს აღნიშნული ეკონომიკური მოვლენა წონასწორობრივ ფასსა და რაოდენობაზე. გავუბრუნდებით, ასე ვთქვათ,
მოქმედებების აღწერილობის სლაიდს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პირველ რიგში ვარკვევთ ეს მოვლენა იწვევს მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას თუ მიწოდებისას თუ ორივეს ერთად. შემდეგ ზუსტ გადაადგილების ტრაექტორიას ვაანალიზებთ და გამოვიყენებთ მოთხოვნის და მიწოდების მრუდის დიაგრამას იმის დასადგენად, თუ საბოლოო ჯამში როგორ წონასწორულ ფასს ვიღებთ და როგორი, ასე ვთქვათ, რაოდენობრივ ახალ ბუნებრივ ზღვარს ვიღებთ აი ამ მრუდების გადაადგილების შედეგად. ამგვარად შეჯამების სახით გვაქვს უკვე აღწერა.